გამარჯობა, დღეს შევიმყოფებით ქარმიცზე. Ახლა ჩამოვვლით ხალხთან და შევეკითხებით თავის მანქანაზე რამოდენიმე კითხვას. რატო შეიძინეთ ეს მანქანა, რა დაგაინტერესოთ ამ მანქანაში? რავი, ლამაზია რა. აჰა, კიდევ რაიმე და მომწონს რა ესეთ დრიფტ მანქანები. კარგი. კიდევ რაიმე მანქანა თუ ყავთ? კი, Skyline ისა, GTR. კარგი. თქვენი აზრით რამდენი ხელა შანსი ექნება თქვენს მანქანას მოგების? ის მანქანა აქ არ მყავს, მაგრამ ამის იმედიც მაქვს რა. კარგი. თქვენი აზრით რომელი მანქანა მოიგებს თქვენს გარდა ამ ქარმიცს? მე და ის კაცი, გვერდზე რომ მიყავს. კარგი. რამ დაგაინტერესოთ ამ მანქანაში თავიდან რომ გაიმეოროთ? ესე იგი, ამ მანქანის ვიზუალი ჯერ პირველი, შემდეგ შესაძლებლობა დრიფტის მხრივ, ხატულობა ასევე თავის მას გვაძლევს მაინც ვიზუალზე. ნუ სილამაზე რა კიდე. სხვა მანქანა ყავთ რომელიმე? კი ბატონო, სხვა მანქანა Cherokee მყავს, ეგეც გაკეთებული, Mazda RX-7, Range Rover, BMW M4 Competition-ი. ისო. მედია. კარგი. თქვენი აზრით რომელი მანქანა მოიგებს თქვენს გარდა, რა თქმა უნდა, თქვენი მეგობრის გარდა? ჩემი მეგობრის გარდა, ჩემი მეგობარი პირველ რიგში და მე ეს Nissan GT-R. ნუ Nissan Skyline-ი ბოდიში. რამოდენიმე კითხვას დაგესმით ამ მანქანაზე და გამცეთ პასუხი, კარგი? კი ბატონო. პირველ რიგში რა დაგიჯდეთ ეს მანქანა სრულად? ეს მანქანა დაგვიჯდა თავიდან ბოლომდე გაძლიერებით 65 მილიონი. კი ბატონო, რამ დაგაინტერესოთ ამ მანქანაში ყველაზე მეტად? ვიზუალი და მისი სისწრაფე ალბათ არის იმ ყველაფრის მიზეზი, რის გამოც ახლა ეს ულამაზესი არსება ჩემს გვერდზე დგას. აჰა, კარგი. ეხლა თქვენი მანქანის გარდა, რომელი ბოლო კითხავს დაგისვათ, თქვენი მანქანის გარდა რომელი მანქანა მოიგებს თქვენი აზრით ქარმიცს? ჩემი აზრით, ჩემი მანქანის გარდა სხვა მანქანას უბრალოდ შანსი არ აქვს. აჰა, კარგი. გადავალთ შემდეგზე, ნახავთ. გამარჯობათ ბატონო, შეიძლება ერთ-ერთი კითხვა დაგისვათ თქვენს მანქანაზე? გისმენთ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში დაგესვათ კითხვას, რატო იყიდეთ ეს მანქანა, რა მოგეწონთ თამაში? რო შეხედავ, მე მგონი მაგის კითხვის იდი არ უნდა დაგებადოს. ნახე, აი უბრალოდ ლამაზესი. აჰა, კარგი. Ferrari-ის შედევრი. კიდევ რაიმე მანქანა თუ ყავთ ბატონო? კი, რამდენიმე მანქანა კიდე მყავს. კარგი, თქვენი მანქანის გარდა რომელი მანქანა მოიგებს თქვენი აზრით ბოლო კითხავს დაგესვათ და გადავალ შემდეგ. ჩემი მანქანის გარდა, ვფიქრობ, ეს მოპირდაპირე მხარეს რო დგას GTR Skyline-ი. აჰა, კარგი. გამარჯობა ბატონო, როგორ გაგზავნებით? კარგად თქვენ? პირველ რიგში დაგესვათ რამოდენიმე კითხვას, მაქსიმუმ 3-4 კითხვა დაგესვათ, ამ მანქანაში რა მოგეწონათ? სილამაზე და სისწრაფე. კარგი, თქვენი აზრით რამდენი პროცენტი აქვს თქვენ მანქანას მოგების? 100%. კარგი, თქვენ მანქანის გარდა თქვენი აზრით რომელი მანქანა გავა მეორე, ამ მესამე, ამ პირველ ადგილას? პირველზე ჩემი მანქანა გავა, კაცო, შეიძლება იგი რაყენია ეს. და ბოლოს შევიხებით ამ მანქანის გარდა თუ რამე ყავთ კიდე? დიახ ბატონო. რა მანქანა ეგრე ვიხეთ და თან მოვჭებით ამით გადაღებას? Divo და Harley Davidson. დანარჩენებს არ ჩაბოთლი. მადლობა, დიდი პასუხები მალე იქნება. მადლობა თქვენს. გამარჯობა პირველ რიგში, თქვენ მანქანაზე მეკითხება ერთი-ორი კითხვა, რა მოგეწონათ ამ მანქანაში, რატო შეიძინეთ? რატო და ჩემი ოცნების მანქანა და მაგიტო. რა მოგეწონათ ამ მანქანაში? სისწრაფე. სილამაზე. კიდე რაიმე მანქანა თუ ყავს ამის გარდა? ფურგონი, რაშიც სნიფთებს ვალაგებ. აჰა, კარგი. იარაღები. და თქვენი მანქანის გარდა კიდე ბოლო კითხავს დაგესვათ და გადავალ შემდეგზე, რომელი მანქანა მოგებს თქვენი აზრით? ჩემი. არ არის კითხვა. ან გზას უყურე Playboy მოიგებს. თქვენ მანქანაში რა მოგეწონათ რომ იყიდეთ? რა შეიძლება ვიზუალი შეიძლება შეჩქარი რა მოგეწონათ თქვენს მანქანაში რომ იყიდეთ? ამ დაგაინტერესებთ. წარმოეწონა ბატონო შეედარა. აჰა, კარგი. თქვენი აზრით რომელი მანქანა მოიგებს თქვენს გარდა? აჰა, კარგი, გადავალ შემდეგზე მაგრამ. არა, აი გარა. გამარჯობა, გიორგი თევზაძე შემოგვიერთდა და გადავიღოთ გიორგი თევზაძეს.
მოდი ვიდეო გადავიღოთ, აქედან არ დაიწყე მინდა რამე ჩამოვა. დაკითხვა, უბრალოდ ვიდეო გადავიღოთ.